მოგესალმებით დილამშვიდობისა, დღეს მართლაც არის ისტორიული დღე, დღეს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას და დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ევროკავშირის საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლო და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ასევე, რომლებიც არიან ევროპარლამენტში, საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ევროპარლამენტარს, რომელიც დღევანდელ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან დღევანდელ დღეს საქართველოსთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა. ასევე მინდა ყველა საჯარო მოხელეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ძალიან დიდი წარმატების შენებაში, გადაუხადო უდიდესი მადლობა გადაუხადო ასევე საქართველოს პარლამენტს და ყველას, ვინც ამ ძალიან შრომატევადი პროცესის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა და დღეს მართლაც დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის. დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე იქნება იმის დასტური, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგს და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას. ასევე ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მე მინდა მათაც ასევე მიულოცო ეს უდიდესი წარმატება. ასევე მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი წარმატება არის დიდი შედეგი წლების განმავლობაში გაწეული შრომის და ეს შრომა დღეს არ დასრულებულა და ჩვენ წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გველის დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის მიმართულებით, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნამდვილი წევრი და უპირველეს ყოვლისა ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს მოქალაქეების უკეთესი ყოფის შენებას. ასე რომ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ეს არის ძალიან დიდი წარმატება თითოეული ჩვენგანის.